მოგესალმებით, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ნოვა. დღევანდელი გადაცემის თემა ზოგადად თანამედროვე სასახურავი მასალებია, უფრო ზუსტად კი თუნუქის და ფერადსახურავებზე ვისაუბრებთ კომპანია ნოვას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერთან. ზურა, მოგესალმებით. მოგესალმებით, რადიო მსმენელს. პირველ რიგში მოდით მაშინ ესე დავიწყოთ კითხვებს გეტყვით იმ კითხვებს, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა წინა გადაცემიდან გამომდინარე. პირველი კითხვა იყო ასეთი, ფასი აინტერესებდათ უფრო კონკრეტულად. ფასი იწყება კვადრატული მეტრზე გოფრირებული თუნუქის შემთხვევაში, სადღაც 5 ლარიდან, ეს უკვე გადასახურ მასალად არ აღიქმება, ეს უფრო დამხმარე რაღაცეებისთვის, აქსესუარებისთვის გამოდგება სისქის თუნუქი. სტანდარტული თუნუქი, რომელიც გამოიყენება გადახურვაზე, ალბათ 0.45 მმ სისქიდან იწყება. ფასები არის პროფლასტინის შემთხვევაში 40-იანი სისქე, სადღაც 7 ლარიდან. ფერად პროფლასტინზე იგივე 40-იანი სისქიდან 8 ლარ-ნახევრიდან, მეტალოგრამიდის ფასი 0.45-იანი სისქის 9 ლარ-ნახევარი ღირს კვადრატული მეტრი და შესაბამისად პოლიმერული და სხვა ხარისხის დაფარული საღებავების ფასი შესაბამისად ძვირი სიამოვნებაა და ძვირი. გასაგებია. ინფორმაციისათვის შეიძლება დავამატო, რომ აი სახლის სახურავისთვის, რაც შეიძლება სახურავს, მინიმალური სისქე, რაც შეიძლება გამოვიყენოთ 0.45 მმ სისქის თუნუქი არის მინიმალური ზომა, რაც შეიძლება გამოყენებული იქნეს. ცოტა ესეთი თემა არის სისქის გარკვევა, ხელითაც ვერ ვიქნებთ, სპეციალური ხელსაწყო ჭირდება, რომელსაც მიკრომეტრი ეწოდება, ამის გაზომვას მე შემიძლია მსმენელს დამატებით მივაწოდო ინფორმაცია. 1 კვადრატული მეტრი 45-იანი სისქის გოფრირებული თუნუქი 3.5 კილოგრამს უნდა იწონიდეს, რომ არ მოტყუდეს კლიენტის შეძენისას. პროფლასტინის ესთეტიკური და ვიზუალური მხარის გასაუმჯობესებლად გამოიყენება ერთ-ერთი მეთოდი არის შეხებოა პოლიმერული საღებავებით იფარება თუნუქი და ვიზუალურ მხარეს აუმჯობესებს. საღებავის სისქე და ხარისხი, თქვათ, გამძლეობას აროზულ თუნუქის გამძლეობაზე და ანტიკოროზიულობაზე არ მოქმედებს. ანტიკოროზიულობის მთავარი დამცავი მექანიზმი თუთიის ფენის სისქეა და თუთიის ფენის დაფარვის ხარისხი. პროფლასტინის გამოყენების სფეროები არის პროფლასტინი გადასახური, არის პროფლასტინი ღობეებისთვის, მესერადაც გამოიყენება, არის კედლისათვის და არის პროფლასტინი მზიდი ფერმებისთვის და მზიდი სახის დატვირთვა აქვს მას გამოიყენება. პროფლასტინი მსუბუქი მასალაა, თავისი წონიდან გამომდინარე მასა მოახსენებთ კიდევ ერთხელ. მერყეოს დაახლოებით 4 კილოგრამიდან 20-25 კილოგრამამდე 1 კვადრატული მეტრის წონა. ეს უკვე სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე, ნაგებობებზე გამოიყენება მაღალი ღარით და სქელი თუნუქით ამზადებული პროფლასტინი. კიდევ ერთხელ მოახსენებთ, არის მსუბუქია, იოლად იჭრება, იოლად მაგრდება, განსაკუთრებულ ცოდნას ოსტატობას და პროფესიონალს მეტალოგრამიდისგან განსხვავებით იოლია და ხელმისაწვდომი და ფასით შესაბამისად გაცილებით ნაკლები ღირს მეტალოგრამით. ზოგადი მიმოხილვა, შეფასება, შეჯერება გამოგვივიდა ფაქტობრივად წინა გადაცემისა. ამ გადაცემის დროც დასასრულს უახლოვდება. რადიო მსმენელს მადლობას მოვახსენებთ იმისთვის, რომ გვისმენდნენ. დარწმუნებული ვარ, თუ რამე კითხვები იქნება კიდევ მოვა ჩვენთან SMS-ზე გამოაგზავნიან. ნომერს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 917778. გარდა ამისა, თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ ნოვას ვებგვერდზე შეხვიდეთ, ან ჩვენთან დარეკოთ, კითხვა დატოვოთ და ჩვენ უკვე სპეციალისტებს მათ მივაწვდით კომპანია ნოვას წარმომადგენლებს და კვალიფიციურ პასუხებსაც გაგაცნობთ. დიდი მადლობა, ზურამ. მადლობთ. ერთი კვირით ვემშვიდობებით რადიო მსმენელს დროებით. ნოვა, დაზოგეთ დრო, იყიდეთ ხარისხი.